არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულია პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების ფაქტი, რომლის თანახმად ანთროპოლოგებმა გამოიტანეს დასკვნა საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელების წარმოშობის შესახებ. ეს აღმოჩენები მხოლოდ ერთგვარ სენსაციის დონეზე რომ არ შეჩერდეს, ამიტომ გავყვეთ საქართველოში 1.800.000 წლის შემდგომ პერიოდს და დავწუნდეთ თუ როგორ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე იბერო-ქართველი ადამიანი. ამ შემთხვევაში უძველესი სიღრმეებიდან ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური საშუალება იმ ცივილიზაციური დარგების ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს კულტურულ საწყისებს. საუბარია მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის უძველეს დარგებზე. აი თქვენ აქ ხედავთ მე-6000 აღმოსავლეთ საქართველოს ძვლის იარაღს. ძირითადად აქ წარმოდგენილია ბეჭდვები, აი ეს ბეჭდვარი დარქა. რქები არის როგორც ეს ირმის, არის აქ ირმის შემდეგი ჯიშები, კეთილშობილი ირემი, ირემლაღი, ეს რაც დიდი ირმებია და მოსა დიდი რქები ქონდა. აი სტიპიური კეთილშობილი ირმის რქის ნაწილი. ეს არის თოხი. გამოვიდგინეთ, აი ხედავთ, აი თოხი, აი პირი წაკვეთილი, საპარე და ამით მუშაობს. რაც შეეხება ბეჭდვებს, აი აქ სამიცალია იარაღი. ეს არის პარები. და ნაკეთები არის ბეჭდვაზე მსხვილფეხა საქონლისას და ირმისაც. როდესაც ჩვენ გავიაზრებთ არქეოლოგიურ მასალას, გამოკვლევებს, სამეცნიერო გამოკვლევებს, ეთნოლოგიურ მასალას, ეს გვეუბნება იმას, რომ ჩვენ უძველეს 1000 წლეულიდან ქმნიდით მეურნეობას, ქმნიდით იმ საწყისებს, რომლის შედეგად ჩვენ უკვე ოჯახის ინსტიტუტი გქონდა, კულტურული კერები გქონდა და ასე შემდეგ. ამდენად ამას აქვს პირველი ისტორიული გაცნობის ფუნქცია და მეორე შემთხვევაში პრაქტიკული. მოდით ვთქვათ ესე, რომ აი დავუშვათ თუ დღევანდელ დღეს, როდესაც მიწათმოქმედების ძალიან დაბალი დონეა ჩვენთან თანამედროვე ეტაპზე, მესაქონლეობაც არც თუ ისეთ წამოწეულია, მოდით ვთქვათ ესე, რომ რა გააკეთა ქართველმა ადამიანმა, წინაპარმა, მისმა წინაპარმა, რა გააკეთა იმის, რომ დავუშვათ ჩვენ ის პირდაპირ მივიღოთ, არა თავიდან შევქნათ რაღაცა ახალი და პირველ რიგში გადმოვიღოთ უცხოეთიდან და მოვიტანოთ ამაზე უამრავი ფული დაიხარჯოს, არამედ ჩვენ უკვე ვიცით ჩვენ წიაღში რა მოხდა, რადგანაც ეს შექმნილი წინარე ქართველის მიერ შექმნილი ეს ტრადიცია მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ბუნებასთან კავშირში მოხდა. სტატისტიკური მონაცემები ცნობილია, რომ ევროკავშირი სუბსიდიების 73%-ს განკარგავს სოფლის მეურნეობაზე. გადამინაცვლოთ საქართველოს რეალობაში. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ბიუჯეტის მხოლოდ 6% იყო სოფლის მეურნეობაზე განკუთვნილი. ამდენად უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამ ორი დარგის აღდგენა, ეს არის მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. რა უნდა იყოს ჩვენი გზის მაჩვენებელი თანამედროვეობაში? ევროკავშირში დღეს მიღებული გამოცდილება და სტანდარტებით თუ ჩვენი წინაპრების 1000 წლოვანი გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იღებს სათავეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გეოგრაფიული არეალი, რომელიც წინარე ქართველებს ზედმიწევნით შეგვსწავლიათ. არსებობს 14 კლიმატური ზონა, ასამდე მრავალფეროვანი მიწის ლანდშაფტი. გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს ტერიტორიის აქ გულისხმობ რა თქმა უნდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს 53%-დან 6% უკავია მთას, 33.4% უკავია მთისწინა ზოლს, მხოლოდ 13% უკავია ბარს. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინაპრებს უნდა შეექმნათ ისეთი გარკვეული წინაპირობები, რომლებიც მთლიანად მოიცავდა ამ მთლიან არეალს.
და სწორედ სამეცნიერო ლიტერატურა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გადავინაცვლოთ უძველეს ათასწლეულებში და ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ ვერტიკალური ზონალობის პრინციპით წინარე ქართველმა ტომებმა შესძლეს სისტემა შეექმნათ. ეს არის მიწათმოქმედებაში ალპური, ზეგნის, ანუ მთისწინაზულის და ბარის. ასეთივე სისტემა არსებობს მეცხოველეობაში, ეს არის ალპური, მომთაბარული, ნახევრად მომთაბარული და ბარის. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის კერები, რომ უძველესი ათასწლეულებიდან იღებს სათავეს, ამის დასამტკიცებლად მრავალი ფაქტობრივი მონაცემი არსებობს. აუცილებელია შევიმუშაოთ სქემა, რომელიც ზუსტად დაადგენს ამ დარგების არსებობას საქართველოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად თარიღი, რომელ პერიოდიდან გვაქვს ეს მონაცემები მიწათმოქმედების და მესაქონლეობის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ აბორიგენული ჯიშების არსებობის შესახებ და გარდა ამისა, ის თუ ჩვენ არეალშია წარმოქმნილი და ჩასახული, შეძლო თუ არა წინარე ქართველ ტომებს გაევრცელებია თავიანთი ამ შემთხვევაში გულისხმობ კულტურული მემკვიდრეობა, ანუ კულტურული ტრადიცია იგივე მიწათმოქმედების და მესაქონლეობის საქართველოს საზღვრებს გარეთ. თარიღთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებით. ეს არის ანაკლიაში დეხაგუძვას განათხარში, ეს არის ნეოლითის პერიოდის აღმოჩენა, აგრეთვე ანასეულ პირველში იმერეთში. ამავე დროს, გარდა ამ თარიღისა, რომელიც მომდინარეობს ნეოლითის პერიოდიდან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ენდემური მაცვლების მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობაა. ანუ 11 ჯიშიდან, მსოფლიოში 11 ჯიშიდან 5 საქართველოს ტერიტორიაზეა. ეს არის მახა, დიკა, ასი, სპელტა და ზანდური. გარდა ამისა, ჩვენთან სამეცნიერო ლიტერატურით საფუძველზე შეგვიძლია ვთქვა, რომ მიწათმოქმედების უწყვეტი განვითარების პროცესი, ესე იგი ნეოლითის პერიოდიდან და შემდგომ პერიოდში. ამ უწყვეტობის უშუალო ანარეკლია ის შრომის იარაღები, რომელიც აღმოჩენილი იქნა როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. იგივე შეგვიძლია ანასეულ პირველში აღმოჩენილი ხის კავი, გარდა ამისა ოკრებში, აჭარაში, ოკრებში, აგრეთვე გალის რაიონში, სოფელ პიჩორაში აღმოჩენილი, ეს არის ნეოლითის პერიოდის. გარდა ამისა, მესამე ათასწლეული კონკრეტულად სახელდება გალის რაიონი, სოფელი პიჩორა. ახალი წელთაღრიცხვით, ესე იგი მესამე-მეორე ათასწლეულებში, როდესაც უკვე წინარე ქართველ ტომებში მეტალურგიამ დიდ აღმავლობას მიაღწია მესამე-მეორე ათასწლეულებში, უკვე გვაქვს შრომის იარაღები, ესახი თოხები, ბარები, სხვადასხვა ფორმის, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს გამოყენებაში იყო როგორც მთაში, ზეგანზე, ისევე ბარში. გარდა ამისა, აი თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი მეორე ათასწლეულის ურემი, ეს არის ერთი ხის გამოჭრილი მასალა, თქვენ შეგიძლია წარმოდგენაში ეს ყველაფერი აღადგინოთ, რა ძალას უნდა გაეწია თვითონ ეს ურემი, ანუ რა ცხოველი უნდა ყოფილიყო, რომ აი ამ ხელა დიდი წონის წონა არა მარტო ადგილიდან დაეძვრა, არამედ ის მოქმედებაში ყოფილიყო. არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ქართული ცივილიზაცია ქრისტეშობამდე წარმოიშვა. კერძოდ ჩვენთვის საინტერესო მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის კულტურა. ასე მაგალითად პიოტროვსკი აღნიშნავს იმის შესახებ, რომ მხოლოდ საქართველოს, ანუ კავკასიის არეალი და კონკრეტულად საქართველოს არეალში წარმოქმნილი ალპური მეურნეობა გვიჩვენებს რეალურ სურათს მე-9 ათასწლეულების მეურნეობის საწყისების არსებობისა ზოგადად. გარდა ამისა, შულცმიტელი აღნიშნავს,
ნეოლითის პერიოდიდან მიწათმოქმედების დარგის არსებობას. იგივე აზრის არიან, რა თქმა უნდა, ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ქართველი მეცნიერები, უპირველეს ყოვლისა ჩიტაია, შამილაძე, აგრეთვე ჯავახიშვილი, ცაგარეიშვილი, ციციშვილი, მამალაძე და თანამედროვე რეალობაში, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს, ეს არის ბატონი როლან თოფჩიშვილი. ეხლა მარტო არქეოლოგიასთან ერთად ჩვენ უკვე შეგვიძლია ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლების მეორე ნახევრიდან გარკვეული წერილობითი წყაროებსაც დავეხმოთ. ეს არის ძველი აღმოსავლური წერილობითი წყაროები. ეხლა არის მაგალითად აქადური წყარო, ასეთი, რომელიც აქადის მეფე სარგონ პირველი ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლების პირველ ნახევარში ლაშქრობს ჩრდილოეთის მიმართულებით. ანუ ეს არის ჩრდილოეთ მესოპოტამიის მიმართულება და იმ ხალხს, სადაც სავარაუდოდ კვარარაქსის კულტურის მოსახლეობაა განსახლებული, უწოდებს განსაკუთრებულ ხალხს და მათ სახელწოდებად მოიხსენიებს სუბართუ, ანუ შუბართუ. იგივე შუმერული სუბერი ამ ხალხის სახელწოდება. სადღაც ჩრდილოეთი მცხოვრები, რომლებიც სავარაუდოდ იმ ტერიტორიაზეა, სადაც კვარარაქსის კულტურის არეალი ხალხები ცხოვრობენ. ესე იგი, აქ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს გარკვეულ ისტორიულ რეალობასთან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ კოლხეთი და იბერია, ხო, ეს არის ქართველური ძირძველი ქართველური ტომების სახელწოდება, რომლებმაც შექმნეს უზარმაზარი ცივილიზაცია, ანუ სახელმწიფო და რომლებმაც შექმნეს უზარმაზარი კულტურა შემდგომში. რასაკვირველია, სუბართუში ჩვენ შეიძლება ამოვიკითხოთ სწორედ ის იბერ ფორმა, რა იბერ ფორმაც გვაქვს ჩვენ შემდგომ საქართველოს და ქართველური ტომების აღშანიშნავად. გავიხსენოთ ის რაც ამბობენ ბერძნები ჩვენზე, ისინი არიან გეორგიანელები. ანუ მიწის ოსტატები, ჩვენში მათ დაინახეს ის ტრადიცია, რომელიც მათ ჩაიტანეს ქართველებმა და ეს არგონავტების მოსვლა საქართველოში, ეს არ იყო ერთჯერადი პროცესი, რადგანაც თვითონ ბერძნული წყაროები გვეუბნებიან იმის შესახებ, რომ აიეც ჰქონდა კუთვნილი ტერიტორია საბერძნეთში, ეს იყო ელბეაში და ეფირეში, ამდენად საქართველოს ტერიტორიიდან ჩამოსული წინარე ქართველი ტომები გადმოაქვთ ეს მიწათმოქმედების ტრადიცია. ძალიან ძნელია ამომწურავად ისაუბრო უძველესი ქართული ცივილიზაციის განვითარების ეტაპებზე. თუმცა ალბათ ჩვენი სიუჟეტიდან თქვენ მრავალი უცნობი ფაქტის შესახებ შეიტყვეთ, რომელიც არა მხოლოდ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ამ დარგების ასახორცინებლად, არამედ დიდი გამოცდილებაც, რომელსაც უნდა ვინდოთ და გავიზიაროთ. მომდევნო გადაცემაში ჩვენ დაწვრილებით ცნობებს მეცხოველეობის უძველესი დარგის განვითარების შესახებ შემოგთავაზებთ.